ოდესმე თუ უთქვამს დედაშენს ან მამაშენს, შენთვის მსგავსი რამ. წადი სკოლაში, კარგი ნიშნები მიიღე. შემდეგ ჩააბარე უნივერსიტეტში. აიღე წითელი დიპლომი და იპოვე სტაბილური სამსახური, რომელშიც მთელი ცხოვრება იყვი. ცხოვრების ეს სცენარი მათ გონიათ ძალიან სწორი, როგორც მოსახლეობის 90%-ს, რომლებიც სამწუხაროდ ღარიბები არიან. ეს სოციუმის უსერიოზულესი ხაფანგია. აი სამი რამ, რასაც შვილებს ასწავლიან მდიდრები და შესაბამისად, რასაც არ ასწავლიან ღარიბები. პირველი, მდიდარი მშობელი შვილს თავიდანვე, ანუ ბავშვობიდანვე აჩვევს ფულზე საუბარს, რომ ეს ნორმაა. როცა ღარიბ ოჯახში ტაბუადევს ისეთ თემებს, როგორიც არის სექსი, რელიგია, სიკვდილი და ასევე ფული. სანამ ღარიბი დარწმუნებულია იმაში, რომ ფული ბოროტებაა, მდიდარი დარწმუნებულია, რომ პრობლემებს 95%-ით ფული მოაგვარებს. მეორე, მდიდარი ასწავლის საკუთარ შვილს ფულის გამომუშავებას საკუთარ საქმეზე. ღარიბები დაცვით პოზიციას ირჩევენ. ყველაფერს საკუთარ თავზე იღებენ, რომ შვილები შრომისგან დაიცვან. მაგრამ ავიწყდებათ, რომ ეს შვილები ადრე თუ გვიან გაიზრდებიან და იმ ილუზიურ კომფორტის ზონაში დარჩებიან. იმის გამო, რომ ღარიბმა მშობელმა არ უჩვენა უკეთესი და სხვა გზა. და მესამე, მდიდარი მშობელი ასწავლის შვილს აქტიურ და პასიურ ინვესტიციებს. აქტივი არის ის, რაც გაძლევს ფულს, მაგალითად უძრავი ქონების შეძენა გაქირავების მიზნით. პასიური ინვესტიცია კი არის ის, რაც გართმევს ფულს, მაგალითად მანქანის ყიდვა. მდიდარი ზუსტად მაშინ ხდები, როცა აქტივი ბევრად აღემატება შენს პასივებს, რომლებსაც შეუძლიათ ყველა შენი საჭიროების დაფარვა. თუ გსურს შენი ცოდნა შევფუთოთ ონლაინ ინფობიზნეს პროდუქტად, გსურს შექმნა შენი საკუთარი ონლაინ კურსი, რომელიც ხალხის პრობლემებს გადაჭრის და ამაზე სოლიდური თანხა გამოიმუშაო, სოцქცელების მეშვეობით ფასიანი რეკლამის გარეშე, ინდივიდუალურ კონსულტაციაზე ჩასაწერად გადადი ინსტაგრამზე და იქ მოგწერე სიტყვა კვიზი.